ახალი სამუშაო დღე გამითენდა. Სახლიდან წამოვედი. ეს მივდივარ Arieli, Saskatchewan-ში ალბერტადა. 60 კილომეტრი მაგასავლელი დღეს. ერთმა გამომწერმა მთხოვა კითხვაზე მე პასუხა, რომ საჯობია ამერიკაში თუ კანადაში ტვირთებზე ეს მუშაობა კონკრეტულად აინტერესებს თანხა, სად უფრო მეტი შემოსავალია, როგორი გზებია აქეთ-იქით და როგორი ამინდია, რა გართულებებია. ამას კონკრეტულად ეხლა დავალაგებთ. გზებს კანადაში გააჩნია, ალბერტაში ცოტა არაუშავს გზებს, კარგი გზები გვაქვს, სასკაჩევანი, მანიტობა, ჩრდილოეთი ონტარიოს დანგრეულია, თითქმის ონტარიოს დანგრეულია, კვებეკი იმაზე უარესია ონტარიოზე. ამერიკაში გააჩნია, რომელიც შტატში იმყოფება, მაგალითად შტატი ნიუ-იორკი და პენსილვანია, უსაზღვრესი გზებია, დანგრეულია, даже ფასიანი გზებია დანგრეული. მაგრამ რო გადმოხვალ აქეთ მონტანა, იუტა, აიდაჰო, ნევადა, ძალიან მშვენიერი გზებია, კალიფორნია დანგრეულია. გააჩნია სადივი, უმეტესობა თლიანობაში რო ავიღოთ, მე მგონი ამერიკაში ბევრად ჯობია გზები ვიდრე კანადაში. ჩემი აზრი ეგეთი. შეეხება ამინდს. კარგად ხედავთ ჩვენი ამინდია დღეს ერთის ნომობით. პლუს 15-ია. ზეაკაშკაშებს და თოვლია. მაგრამ კანადა და აქ ყოველთვის სიცივეა ზამთარში. უმეტესობა თოვლი გვაქვს, დაყინული გზები, მაგას უნდა დაეჩვიო. მაგრამ დავდივართ ერთხელ რომ შეეჭოი და იცი როგორია რომ აქ მაგნაერ გზებზე მე რო უკვე სწავლობ და კარგად ახლა ცოტა უფრო თავისუფლად გრძნობ თავს ხილზე. ამერიკას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უფრო თბილი ჰავაა, მაგრამ გააჩნია რომელ გზაზე მოხვდები. არის ვაიომინგი, რომელიც ზაფხულში ქარის გეშინია, ზამთარში თოვლის და ყინულის და უბედურების. ხო, გააჩნია რომ შტატში იქნები. უმეტესობა ამინდი უფრო თბილია იქით, მაგრამ ჩვენსკენ მაგალითად არის ის კარბოლბა, ანუ ტორნადო, ხო? იქით იცის. ჩვენთან არ არის ხომ ისეთი, რომ შტორმი რომ მოდის, ხო, თქვათ, რომ ყველაფერი იქცევა. მაგალითად ამასინებზე ამდენი 2-3 კვირის წინ თოვლის შტორმი იყო და სკოლები დაიკეტა და უბედურება იყო. ჩვენთან კანადაში -50 თუ არ არის, სკოლა არ იკეტება და როგორი თოვლიც არ უნდა მოვიდეს, სკოლაში მაინც ყველა და გააჩნია და როგორ ხო ჩვენ შეჩოულები ვართ მაგ ყველაფერს აქეთ და კლიმატოლოგია ცოტა კიდია, იქით კიდე ცოტა უფრო სახიფათოა, იმიტომ რომ ხალხი არაა დაჩვეული. ერთ ისტორიას მოგიყვები, კალიფორნიაში ვიყავი ერთხელ და პატარა თოვლმა ჩამოფერფლა. მანქანები ნახე, რომელიც კრიშაზე ეგდო. უბრალოდ გამოტრიალებულები იყვნენ. ამიტომ არ არიან დაჩვეულები და მაგითო არის, რომ სულ ხონერად აღიქვება იქით. რაც შეეხება ფული თავიდან რო იწყებ კანადაში მუშაობას, ახალი რო ხარ, და ელოდო სადღაც $4,000 თვეში შემოსავალი. საქართველოსთან მაგას რო გადმოხედავ, ეგებონება, კარგი ფულია, მაგრამ ძალიან ძვირი ქვეყანა, ამერიკაზე უფრო ძვირი ქვეყანა კანადა. ყველაფერი სასწაული ფასებია. უბრალოდ ერთ ოთახიანი რო იქირაო, გააჩნია რა თქმა უნდა ქალაქს. მე კალგარიზე მაქვს ლაპარაკი, სადღაც $1,200-დან ზევით უნდა ელოდო, ხო, ოთახიანი. მესთან ერთად თუ რო იქირავებ, მე ცოტა რა თქმა უნდა დავარდება მას. და ასე შემდეგ ყველაფერი არის ძვირი, მაგალითად კალგარიში უბრალოდ მანქანა რომ დაასვიო, არანაირ ძვირიან მანქანაზე არა მაქვს ლაპარაკი, $250 და ზევით უნდა ელოდო, ეგ უბრალოდ ეგეც წოდებული third party insurance, ანუ მარტო რასაც დაამსხვრევ იმათ რო აუდგებ. შენი მანქანის დაზღვევას თუ კიდია, უკვე $300 და ზევით უნდა ელოდო. და ასე შემდეგ ყველაფერი არის ძალიან ძვირი. ამერიკაში როგორც გავიგე, ძღოლი ახლებიც იღებენ 5-დან და ზევით ყოველ თვე. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი გამოცდილება გქნა, ყველაზე მთავარი რაც არის, როგორც საქართველოში სხვათა შორის, ნაცნობობას რო იჩენ და ყავს უკვე ხალხი ამ სფეროში, რომელსაც იცნობ, დისპეჩერებს იცნობ, სხვა მსხოლებს იცნობ, გირჩევენ რაღაცას.
უკვე ერკვევი და რა თქმა უნდა საუკეთესო სამუშაოს ღებული, უფრო კარგ გრუზებს, უფრო კარგ თანხაში და ასე შემდეგ. ბევრს ვერ ვილაპარაკებ ამერიკაზე, მაგრამ კანადაზე გარანტიას გასცემ. რაც უფრო მეტი ნაცნობები გქონს ხო კანადაში, მით უფრო თავისუფლად გქნობ თავს. ანუ ჩვენებურად რო ვეძახით სვაზები კანადაში ძალიან ჭრინს. უბრალოდ სამუშაოსაც ვერ იპოვით თუ ნაცნობობა არ აქვს რომ გონია. მე ყველა ჩემი სამსახური, ყველა ჩემი დაწყება ყოველთვის ნაცნობებით გქონია და ხალხმა მირჩია მახლობლად. მე დრო რო გავა უკვე მანქანას რო აიღებ ამ პროფესიას თუ მინდა მისდიოთ, უკვე სხვანაირი იქნება, ხო? უფრო იზრდება შემოსავლება. უკვე 5-6 წელიწადს რომ მივახლოვდებით თქვენ გამოცდილებას ამ სფეროში, თუ ადამიანურად იქცევინა, კარგი ადამიანი ხარ, ძალიან ბევრი მეგობრები გიჩნდება. და მეგობრებთან ერთად მოდის კიდევაც ის კავშირები, რასაც შეგიძლია რომ ამა და იმ ფირმაში გადაყვეთ. მაგრამ როგორც ასეთი ხარჯებზე რო ავიღოთ, ხო ეხლა როგორც owner operator-ი, ანუ მანქანის ფლობელი რო ავიღოთ. ეხლა ცალი აქ რო ჩვენთან კანადაში მაგალითად ეხლა 2 წინა ბორბალი გამოუცვალა, ხო რეზინაზე ლაპარაკი და მივეცი 1800 ლარი დოლარი კანადური დოლარი, ხო და ეგეც 400 დოლარის სკიდკა გამიკეთეს, იმიტომ რომ ჩემ კომპანიას მიშლენთან აქვს კონტრაქტი დადებული და სკიდკებით ავიღე. იგივე რეზინა მიშლენის ამერიკაში ბევრად უფრო იაფი იქნება. ხანდახან მე იკითხი დულობ ხოლმე ამ ნაწილს რომ ჭირდება იქით რომ ამერიკაში რომ შემომაგ უფრო იაფია იქ. ყველაფერი უფრო იაფია ამერიკაში ვიდრე ჩვენთან და შემოსავლებიც უფრო მეტია, ამიტომ თუ შეგიძლიათ იქით ჩახვიდე და იქ დაიწყო მუშაობა და იმიგრაცია იქით გააკეთო, რა თქმა უნდა ჯობია იქით გააკეთო. აქეთ უფრო როგორც ჩვენ ვეძახით კომუნისტობა, ხო, კანადაში, იმიტომ რომ ძალიან უფრო ლიბერალურია და ყველაფერი სახელმწიფოს სუბსიდიებზეა დამოკიდებული. იმედია გავეცით თქვენ კითხვაზე პასუხი. მოგატროებით, კიდე რამე თუ გაინტერესებთ, კითხეთ.